მეფარეძეს და წურწუმიას ქონათ ეგეთი რაღაცა საქანელაზე იყვნენ ერთ-ერთი კლიპი მახსოვს და აი ეს როგორ თქვენ კარონი ნომერი მაგათი გელოდები მი და აი მაგდროს ადიოდა და შენ შევადარებ ქართულ გოგოებს და რუს გოგოებს ეხა რომ უფრო ზვათ არ დამომივიდეს და აი რა არის თავი განსხვავება ქართულ გოგოებსა და რუს гогоებს შორის რომ როდესაც გელაპარაკება რუსი გეუბნება როგორ очень такие красивые глаза а ты такое-то შენზე გელაპარაკ სულ გეუბნება შენზე და სულ გეუბნება რომ а я тебе нравлюсь а может мы сейчас пойдем там романтика типа ანუ სულ თავიდან პირველივე შეხვედრიდან რა თქვა მეორე შეხვედრა ანუ მიდის რა ინტიმს ინტიმს იქმნის რა და ამით სიამოვნებას იღებს ქართული გოგოები როცა იწყება შოთას იცნობ ვიღაცას ვარდემაშვილს ჩემი მეგობარია დაიწყება ის სად მუშაობს შენ იცნობ ეხა ხოთან კიდე წარმოიდგინე ეგ ადრე იყო ეხა კიდე Facebook-ი დაემატა იქ კიდე ხა იუზერებს იხსენებენ შენ იმას იცნობ ვიღაცა დარი მგელი თქვა ეგეთი იმითი ნიკით იცნობ შოთა რაღაცა მახუთუნიანს იცნობ და აი რაღაც ესეთ რევს და ესე იგი 3 დღე მარტო ჭირდება აი შეხვედრა 3 დღე ჭირდებათ რომ პროსტა დაადგინოთ რომ მე საბოლოოდ გაიხსენოთ ყველა ვინც კი საერთოდ ხელი მისთვისაც ჩამოგიწვიათ და ბოლოს თქვათ ეს ფრაზა რომ თბილისი პატარა ქალაქია როგორც ცდილობენ რომ ხალხს დაანახონ რომ ინტელექტუალები են მაგალითად პოეტები თუმცა არიან გულწრფელებიც მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში შევიღოთ აი მაგალითად წერს ლექს რომ თქვათ წერალი ვინმე აი მაგალითად მე მიყვარხარ შენ როგორც კაფკას თავის სასახლე და კამიუს თავისი კომუნისტი მოწაფეები შენ ისეთივე სუნი აგდის როგორც ბორხეს თავისი წიგნის დაწერის დროს და ისეთივე სუნი აგდის როგორც მარკეს როდესაც ის მაკონდოს აღწერდა ოსკარ ვაილდივით ნატიფი თითები გაგდა აგდის არჭურ რემბოს დაქცეული აბსენტის სუნი